სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას ვავს აშლი და რომ ნახე ვინ იყო პიროვნება, დავტოვე მისი სურათიც, რომ უბრალოდ იცოდეთ, რომ ნახეთ რა, ესე იგი, ეხლა ჩინელი გოგონა და ძალიან საინტერესო კითხვას ვავს და ძალიან საინტერესო პასუხი გაეცემა, ეხება სულიერ ზრდას. თუ როგორ უნდა გადავიდეს ჩვენი ბავშვურის სიყვარული უფლისა, ხო? ზრდასრულობის ასაკში და უფრო მეტად როგორ შევიმეცნოთ და დავემსგავსოთ ქრისტეს. და ნახეთ, აი როგორი დაინტერესებული არიან ახალგაზრდები, შეიძლება იყოს ახალი ჩამოსულიც, ახალი ემიგრანტი, რომელიც სწავლობს კალიფორნიის უნივერსიტეტში UCLA-ში, ეს უკვე მეორე სტუდენტია, რომელიც დღეს ნახეთ საიდანაც სვამენ და ნახეთ რითია დაინტერესებული. ეს არის ხომ მე შენ მიგაქეს ოჯახში, თუ ღმერთმა მოგცა ეს ნიჭი, შენ აფართოებ ამას და აგებინებ უკვე იმ ადგილას, სადაც ღმერთმა შენ მოგიწოდა, ხო? და ესე არის, აბა ნახეთ ჩინეთის აღმავლობა, არ ვიცი, აკვირდებით თუ არა, ხო? როგორ ამხელა ეს შეხვედრა მოაწყვეს იქ დღეს ჩინეთშიც რო იყო ვიღაცა, შეიძლება ეს ისე მიაჩნეს, რა ქვია, ჩრდილო კორეის და რუსის ლიდერი წაიყვანა, მაგრამ ჩინეთის აღმავლობას ვერავინ ვერ უარყოფს. ესე იგი, გაასწრო იაპონიასაც, გაასწრო სამხრეთ კორეასაც, მანდაც იყო დიდი ცვლილებები იცით. ხო, და საოცარია, რომ იაპონიაში ქრისტე ისე არ მიიღეს და ჩინეთში, ნახეთ, ჩინეთში ძალიან ბევრი ქრისტიანები არიან. ძალიან ბევრი, რომლებიც შეიძლება განათლებაც არ ქონდათ და მათ ესე თქვათ გულწრფელად, როგორც ჰონკონგში, მე ბევრი მინახია ჰონკონგელი და თაივანელი ქრისტიანები და ეხლა უკვე თვითონ ამ თავარ იმაზე მატერიკზე, რომელიც არის თავარ ადგილზე, ჩინეთის ადგილზე, იქ უკვე 100 მილიონს მოითვლის, ზოგი ამბობს 200 მილიონიც. ბუნებრივია ხა მილიარდი როცაა მოსახლეობა, მაგრამ ნახეთ რა როგორი არის, ხო, ესენი მიდიან სტუდენტები და მიაქვთ ეს და ნელ-ნელა იწყებს ღმერთი მერე აშენებას და ღმერთიც უფართოებს მას კარვებს. და ყველა სფეროში აქვს მიღწევები მათ, აბსოლუტურად. და არ გაგიკვირდეთ ერთ დროსაც, რომ ლიდერობაც წაართვას, ხო, ამერიკას, ასე რომ აი აგერა აი პატარა აშლის დაუშვათ ესეთი მონდომება, ნახეთ გზადაგზა როგორ ناقოფებს იღებს, ხო და რამდენია ესეთი გითხარით, რომ ბევრი სტუდენტი ვნახე მე უკვე და ეს მარტო ჯონ მაკარტურა ხდება წარმოიდგინეთ სხვაგანაც, ხო, აბსოლუტურად ბევრია სემინარიები და ჩვენთანაც კანადაში რო შეხვალთ, ბევრი უკვე ახალგაზრდა პასტორები ჩინელები არიან, უმიცოდეთ. უბნებია, პირდაპირ გაგებით უბნებია, სადაც ჩინური ეკლესიებია. და ეს მე ჩემი თვალით ამაქვს აქ კანადაში ნანახი და ერთ-ერთი საუკეთესო უბანი გითხარით მარკემი აქ დიდი ტორონტოს რასაც ეძახიან, ხო არის პატარა ტორონტო და არის დიდი ტორონტო. პატარა ტორონტო იმას ქვია, რომელიც ერთი მუნიციპალიტეტის ქვეშ არის და არის დიდი ტორონტო და იქ არის ერთ-ერთი უბანი მარკემი ჩრდილო აღმოსავლეთში და რა ვიცი, ყველაზე შესანიშნავი უბანია მე თუ მკითხავთ. და სუჩინელებით არის 90% დასახლებული. ემოუსვინოთ აშლის, როგორ გავცდეთ სულიერი ბავშვობის ასაკს და გავიზარდოთ უფრო მეტად ქრისტეში. გამარჯობოთ პასტორ ჯონ, მე მქვია აშლი, გამარჯობა აშლი. პირველი რაც მინდოდა მე თქვა არის ის, რომ მე მიყვარს შრის papa, ასე რომ დიახ, შრის papa, ესე იგი ოტ პორიჯი უთხრა ალბათ, გასოთ ჯონ მაკარტურმა თქვა, ჩემი ცხოვრება ძალიან უბრალო და მარტივიაო, პატრიცია მიკეთებს პორიჯსო, ხო, ოტმილი, იცით, სხვათა შორის პუტინსაც ძალიან უყვარს ეგ იმის რა ქვია, ავსანაე კაშა, ხო, ავსანაე კაშა, ზოგი თაფლით იღებს, ზოგი ხილს მოაყრის და შაქარი ყვარები აგერ, ბრაუნ შუგარი, ხო, ესე იგი ყავისფერი შაქარი ჯონ მაკარტურს დაეთქმო. და რაც მინდოდა მე თქვა აგზელებს აშლი, მინდოდა კითხვა დამესვა სულიერ ზრდასთან დაკავშირებით. მე ვარ კოლეჯის სტუდენტი, მეორე კურსის სტუდენტი ვარ UCLA-ში. და გძნობ რომ უფრო მეტი ცოდნა და რწმენაც შევიძინე ბიბლიის კითხვისას და მეც ლოცულობ ამისათვის უბრალოდ ვადიდებ უფალს და ასევე შემაჩნევ რომ ვიზდები სულიერადაც. მე ხლა მაინტერესებს უფრო ჩემი ბავშვური სიყვარული უფლისადმი, როგორ უფრო გაიზარდოს ფიზიკურ მატებასთან ერთად, როგორც წლები მემატება. როგორ უნდა მივენდო უფრო უფალს და უფრო მეტად რწმენაში გავიზარდო. მით უმეტეს, როდესაც დაქანცული ხარ ამ სამყაროთი, რომელიც ჩვენი ირგვლივ გვარტყია, რომელიც უფალმა შექმნა და შეინარჩუნა. შეგიძლიათ მუხლები ბიბლიდან მომიყვანოთ, რომ სულიერი ბავშვობის ასაკი, ზრდა, როგორ გადაიზარდოს უფრო ზრდასრულ ასაკში. და ჯონ მაკარტურმა უთხრა, იცით, აშლი, ჩვენ ყველანი სულიერ ზრდაში ვიმყოფებით და პეტრე მოციქულიც ამას ამბობს. მეორე პეტრეს მესამეს თავის მე-18 მუხლი.
პირიქით აღიზარდენი ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება, ახლა და უკუნისამდე. ამინ. და ასევე საინტერესოა, რომ მეორე კორინთელებიც იგივე 3:18. იქაც ხო იყო მეორე პეტრეს 3:18. ასევე მეორე კორინთელთა 3:18. არ არის საოცარი დაყოფის დროს, რომ იგივე თემას ეხება. ასე რომ თქვენი სულიერი ზრდა პირდაპირ კავშირშია ქრისტეს შესახებ თქვენს ცოდნასთან. ესე იგი, რაც უფრო ჩვენ მეც სწავლობთ ქრისტეს შესახებ, უფრო და უფრო ვიზრდებით სულიერად. ასე რომ მეორე კორინთელთა 3:18 ზუსტად იგივე ამბობს. ჩვენ კი ყველანი რიდი ახტილის სახის მსგავსად ხედავთ უფლის დიდებას, ვუმზერთ რა სარკეში, ამხატებას და გარდა ვისახებით დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან. ხედავთ? და ეს არის ის პროგრესი, რასაც სული წმინდა აკეთებს ჩვენში. ამგვარად სულიერი ზრდა, სულიერი ბავშვობისაგან სულიერ ზრდასრულობამდე. ასევე მოვიყვან 1 იოანეს 2 თავს და მთლიანად წაგიკითხავთ მე ამ თავს. ეს არის ქრისტეს დიდების მიღების პროცესი. ჯონ მაკარტურმა თქმა უნდა არ წაიკითხა უბრალოდ მიუთითა, იმიტომ გამოყოფა აქ ძალიან ძნელია მუხლის და ამიტომ მე გადავწყვიტე რომ მთლიანად წაგიკითხოთ ეს. შვილებო, ამას გწერთ იმისათვის რომ არ შესოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესოდავს, ყავს შუამდგომელი მამის წინაშე, მართალი იესო ქრისტე. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების სოდვების მიმტევებელი. იმით გავიგებთ რომ შევიცანით იგი, თუ ვიცავთ მის მცნებებს. ვინც ამბობს შევიცანიო იგი, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და ჭეშმარიტება არ არის მასში. ხოლო ვინც მის სიტყვას იცავს, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვიგებთ რომ მასში ვართ. ვინც ამბობს რომ მასში რჩება, მოვალია ისევე მოიქცეს როგორც ის იქცეოდა. საყვარელო, გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება ის სიტყვაა, დასაბამიდან რომ ისმინეთ. ამასთან ახალ მცნებას გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც, რადგან სიბნელე გადადის, ჭეშმარიტი სინათლე უკან ბრწყინავს. ვინც ამბობს რომ სინათლეშია, თავის ძმა კი ზულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია, ვისაც თავის ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში. თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები. თქვენ გწერთ შვილებო, რადგან მოგეტევათ სოდვები მისი სახელის მეშვეობით. თქვენ გწერთ მამებო, რადგან ის შეიცანით, აი ნახეთ შემცნობაზეა. და ვინც დასაბამიდანვეა, თქვენ გწერთ ჭაბუკებო, რადგან ძლიეთ ბოროტი. მოგწერეთ თქვენ ყრმებო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ მამებო, რადგან შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკებო, ვინაიდან ძლიენი ხართ და ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და გაიმარჯვეთ ბოროტზე. ნუ შეიყვარებთ წუთისოფელს, ნურც იმას რაც წუთისოფელშია, თუ ვინმეს წუთისოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული. ვიდანია ყოველივე, რაც წუთისოფელშია, ხორციელი გულისხმა, თვალთა გულისხმა, ამაუდიდება ცხოვრებისა, მამისაგან კი არა, წუთისოფლისაგან არის. წუთისოფელიც გადადის და მისი გულისხმაც, ღვთისნების აღსრულებელი კი უკუნისამდე რჩება. ყმაწვილო, უკანასკნელი ჟამია და როგორც გესმათ, რომ მოდის ანტიქრისტე და უკვე მრავალი ანტიქრისტე აღმდგარი. ამით ვიგებთ, რომ უკანასკნელი ჟამია. ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან მეტად არჩევოდნენ, მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდიან ჩვენგანი. თქვენ კი გაქვთ ცხებულება წმინდის მიერ და იცით ყველაფერი. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდეთ, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი, იცით ისიც, რომ არავითარი სიცრუე არ არის ჭეშმარიტებიდან. ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე, ის არის ანტიქრისტე, უარყოფელი მამისა და ძისა. ყოველი ვინც უარყოფს ძეს, არც მამა ყავს, ძის მაღიარებელს კი მამაც ყავს. დარჩეს თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძესა და მამაში. ესეც ზრდის პროცესი. ნახეთ, ეს პირდაპირ გაგებით იეღოველებს, მორმონებს, ყველას მახვილს არ ტყავს ეს თავი. ხო? ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე. ნახეთ, ასევე ის ვინც გინდა მუსლიმანები, გინდა ებრაელებიც, რომლებიც არ იღებენ თუნდაც ქრისტეს მარტო ადამიანად ცნობენ, ყველას ეს მუხლი იმაშვება, ანადგურებს, ხო? ანტიქრისტეთ ინათლება ისინი. დასაბამიდან მოისმინეთ თქვენს დარჩით ძესში და მამაში. და ეს არის აღთქმა, რომელიც აუთქვა მან, საუკუნო სიცოცხლე. ეს მოგწერეთ თქვენს მაცნუნებელთა შესახებ, ცხებულება კი მისგან რომ მიიღეთ, თქვენში რჩება და არ გჭირდებათ რომ ვინმე გასწავლოთ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს, ის არის ჭეშმარიტ და უტყუარი, რასაც ის გასწავლით, იმაში დარჩით, ესეც ზრდის პროცესი. ესე იგი, როგორ იზრდები ადამიანი, ხო, როცა რჩები ქრისტეში. ხო და ახლა მასში დარჩით შვილებო, რათა რომ გამოცხადება, გაბედულება გქონდეთ,
გქონდეს და არ შევწყვეთ მისი მოსვლისას. თუ იცით რომ მართალია იგი, ისიც იცოდეთ, რომ სიმართლის ყოველი მოქმედიც მისგანაა შობილი. და აქ ძერებს ჯონ მაკარტური ძალიან საინტერესო თავის გამოცდილებას. ასე რომ თუ კითხულობთ ძველ აღთქმას, იქაც ეძებთ იესო ქრისტეს. კითხულობთ სახარებებს, მოციქულთა საქმეებს, ეპისტოლეებს, გამოცხადების წიგნს, თქვენ ყოველთვის ეძებთ ქრისტეს დიდების გამოცხადებას, ღვთის დიდებას, რომელიც ანათებს იესო ქრისტეს სახეზე. როდესაც უყურებთ ამ დიდებას, უყურებთ მის სახეს, თქვენც მის ხატად გარდაიქმნებით. და ახლა მინდა გავაგრძელო ეს. ცოტა ხნის წინ ენდი ნასელის მიერ დაწერილი წიგნის შესახებ წიგნის შემდგომი ვერსიის დაწერა მთხოვა. მეც დავწერე შემდგომი ვერსიის შესახებ და ის ახლახან გამოვიდა. სახელი არ მახსოვს და ვეცადე ამეხსნა ჩემი სულიერი მოგზაურობა, რაც გარკვეულწილად იმედგამაცრუებელი იყო. როცა თქვენს ასაკში ვიყავი, მე აშლი ახალგაზრდა. რადგან ახალგაზრდობაში სულიერის თავარი ასპექტი სულიწმიდა იყო. ყველგან ამას ლაპარაკობენ, აბსოლუტურად. ყველა ესე ვთქვათ, ბიბლიურ კოლეჯებში, ბიბლიურ სემინარიებში, ჯვაროსნულ ლაშქრობაში და მათ ჰქონდათ ბროშურა სულით სავსე ცხოვრება და როგორ აღვივსოთ სულიწმინდით და განწმენდა სულიწმინდასთან იყო დაკავშირებული. განუწყვეტლი, სულ მუდმივ სულიწმინდა გვესმოდა. და სიმართლე გითხრათ, მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან სულიწმინდა სულია და არაფერი მქონდა ხელშესახები, რომ ის არსებობდა. იმის თქმა, რომ ვიყავით ღვთის აღსილი, იყავით სულით, კი, მესმის მე ეს, მაგრამ ეს ჩემთვის იყო ხელშესახები არ იყო. ამიტომ ჩემ სულიერ ზდაში დიდი იმედგაცრუება იყო და ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომელიც ასევე გარემოში ცდილობდნენ ამ გაზდას, ასევე იბრძოდნენ ამ აზრებს, რადგან ბიბლია არასდროს გვეუბნება, რომ ყურადღება სულიწმინდაზე გავამახვილოთ. ჩვენი უფლის ზედა ოთახში წარმოთულ განცხადებაშიც კი გახსოვთ იესო რას ამბობს, ხომ? სული მოვა და გაჩვენებ ჩემს შესახებ რაღაცეებსო. გახსოვთ, ის მიუთითებს სულიწმინდაზე, რომ სულიწმინდა ქრისტეზე იტყვის ამას და ქრისტეს გაახსენებს. გახსოვთ იონეს სახარებაში. უხილავი სულის მიყოლის ცდელობის შემდეგ საბოლოოდ მიხვდი, რომ ხილული მოდელი მჭირდებოდა და როდესაც დავიწყო ქრისტეზე ფოკუსირება, აი მაგალითად პირველი რამოდენიმე წელი აქ, როცა მოვედით ამ ეკლესიაში, ხომ, გრეისის მადლის სათემოს ეკლესიაში. ეს იყო 1969 წელი, 70 წლებში. ჩვენ დავიწყეთ რითი? იონეს სახარების კითხვით. და ქრისტე გახდა ჩემთვის უფრო და უფრო დიდებული. კვირიდან კვირამდე, კვირაში, ყოველ კვირას სწავლობდით იონეს სახარებას. შემდეგ როცა დავამთავრეთ, გადავედით გამოცხადების წიგნში და დავინახეთ მისი დიდება. შემდეგ 8 წელი მათეს სახარებაში, შემდეგ 9 წელი ლუკას სახარება, შემდეგი წლები მარკოზის სახარება და რამდენიმე წლის წინ ისევ იონეს სახარებას დაუბრუნდით. და ჩემი ქადაგებების 25 წელი აქ მარტო სახარებებში მოვანდომეთ, სადაც მე მუდმივად ვხედავდი იესო ქრისტეს ჩემ თვალწინ. შემდეგ დავწერე კომენტარები ყველა ამ სახარებაზე და უკვე შემდეგ ვხედავ ქრისტეს საქმეებს, მოციქულთა საქმეებში, ქრისტეს ქადაგებებს, ეპისტოლეებში, მისი ცხოვრებისა და მსახურების ახსნას მის თეოლოგიური შედეგების მიხედვით. და ხელახლა გადავხედე გამოცხადების წიგნს და გავაგრძელე უფრო და უფრო მეტი კომენტარების წერა ამაზე. შემდეგ აღარ შემეძლო მისი უყურადღებო დატოვება, ამიტომ დაუბრუნდი და შექმნით სახელწოდებით ერთი წიგნი, ერთი სრულყოფილი სიცოცხლე, რომელიც ქრისტეს ცხოვრებას აერთიანებდა. და მე ვფიქრობ, რომ თუ მას თქვენს თვალს ადევნებთ, ახდენ შენ გონებრივი მზერის ფოკუსირებას, შეუმჩნევლად, ისევე როგორც ფიზიკურად ისდებით. თქვენ ვერ ამჩნევთ თქვენს დას, ასე დაინახავთ თქვენ ცვლილებას. მაგრამ თუ მასე მოახდენ ასევე მედიტაციას, სულიწმინდა იყენებს ქრისტეს გამოცხადების რეალობას თქვენს გონებაში, როგორც ინსტრუმენტს, რომლითაც ის ქრისტეს მსგავსებამდე გაგზრდით. კარგით, იმედია რომ ეს დაგეხმარებათ. მადლობთ კითხვისათვის და აშლით უხდის. მადლობა პასტორ ჯონ პასუხისათვის.